რუსეთო გაიცანი ჯოჯოხეთი დედამიწაზე. აი რა მიაწოდა უკრაინამ პუტინს, როცა მან განახორციელა შორმანძილზე დარტმები, რომლებმაც ყველაფერი გაანადგურა. დონეცკიდან დაღესტანამდე უკრაინამ გზავნილი გააგზავნა. ჩვენ შეგვიძლია დავარტყათ რუსულ ობიექტებს ყველგან. არაფერი არის უსაფრთხო. ყველაფერი შეიძლება განადგურდეს. პუტინს არსად აქვს თავისი ტექნიკის დამალვის ადგილი. ეს დარტმების სიგიჟეა და ისინი ამტკიცებენ, რომ იმ რესპუბლიკებსაც, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში არიან, მაგრამ უშუალოდ არ მონაწილეობენ უკრაინაში მიმდინარე ომში, დაარტყამენ, თუ პუტინს ზედმეტად დაეხმარებიან. საქართველოს აღმოსავლეთით და კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე დაღესტანი საინტერესო შემთხვევაა. ეს არის რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკა, მაგრამ ეს არ არის ადგილი, რომელსაც უკრაინა ტრადიციულად ესხმოდა თავს. ნიშნულობა აღარ აქვს, ეს იარაღის ან სურვილის ნაკლებობის გამო იყო აქამდე. დაღესტანს ეხლა დაარესტანს ეხლა უკვე დაარტყეს. უფრო კონკრეტულად კი, დაღესტანის პორტში მდგომი რუსეთის სარაკეტო კორვეტი უკრაინის შორმანძილზე მოქმედი იარაღით დააზიანეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ძირითადი დეტალები ტელეგრამის პოსტში გაავრცელა. ანგარიშის მიხედვით კასპიესკის ბაზის ტერიტორიაზე დაზიანდა მრავალფუნქციური მცირე სარაკეტო გემი, პროექტი 22.800 კარაგუტი, რომელსაც კერძოდ შეუძლია კალიბრ ფრთოსანი რაკეტების გაშვება. გენერალურმა შტაბმა ამ დარტყმის შესახებ მეტი დეტალი არ გაავრცელა. ჩვენ არ ვიცით რა იარაღი გამოიტანა უკრაინამ, თუმცა ყველაზე სავარაუდო კანდიდატად გრძელდისტანციური დრონის ან რაკეტის ჰიბრიდი, როგორიცაა ნეპტუნი ან ფლამინგო მიიჩნევა. მაგრამ გულწრფელად რო ვთქვათ, უკრაინას მეტი არაფრის თქმა არ ჭირდებოდა. საკმარისი იყო, რომ რუსეთს სოდნოდა, ხომალდი დაზიანდა და ასევე იმისთვის, რომ პუტინი ამას ვეღარ უარყოფდა, რადგან უკრაინამ დრონებით გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ უახლოვდებიან ისინი ხომალდს. ამის გარდა უკრაინა არაფერს ამჟავნებს და ეს ჭკვიანურია. მაგრამ კიდევ უფრო ჭკვიანურია ის, რომ უკრაინამ გაანადგურა სარაკეტო კორვეტი, რომელიც შავი ზღვის ფლოტის ნაწილი არ არის. იმ ფლოტისა, რომელსაც უკრაინა ომის განმავლობაში ასე აქტიურად ანადგურებდა. მაგრამ ის რუსეთისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის საბრძოლო გემი, რომელიც პუტინს ეგონა, რომ უკრაინის იარაღის მოქმედების ზონის მიღმა იყო. პროექტი 22.800 კარაგუტი რუსეთისთვის გემების მნიშვნელოვანი კლასია. Defense Express-ის მიხედვით, ამ ტიპის გემები მრავალფუნქციური კორვეტებია, რომლებიც სხვა შესაძლებლობებთან ერთად აღჭურვილია კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად, რომლებსაც რუსეთი ომის დიდი ნაწილის განმავლობაში უკრაინული ქალაქების დასაზიანებლად იყენებდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS დამატებით დეტალებს ავრცელებს. ის ამხელს, რომ კარაგუტის კლასი რუსეთის არსენალში არსებულ ყველაზე თანამედროვე საბრძოლო გემებს შორისაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ გემებიდან პირველ 7-ზე კონტრაქტი მხოლოდ 2015 წელს გააფორმა და სამინისტრო ფიქრობდა, რომ განსაკუთრებულს იღებდა. თითოეული კარაგუტი აღჭურვილია უნივერსალური საზღვაო სარაკეტო სისტემით, ითხოვინება TASS. და ამ სისტემაში შედის 8 ვერტიკალური გაშვების უჯრედი, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც კალიბრის, ასევე ონიქსის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად. თითოეულ გემზე დატანებულია Pantsir M3. გარდა ამისა, კარაგუტს უნდა ქონდეს პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემა და რამდენიმე 66.2 მიანი ქვემეხის სამაგრი, რომლებიც ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას თვითმფრინავების, რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად. ამ ყველაფერს მიზეზით გიყვებით. კარაგუტის კლასის გემი, რომელსაც უკრაინამ დაღესტანში დაარტყა, სულაც არ იყო დაუცველი. სინამდვილეში პირიქით იყო, ის აღჭურვილი იყო ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომლებიც უკრაინის თავდასხმას უნდა შეეჩერებინა. არ აქვს მნიშვნელობა, რომ გემი პორტში იდგა. თუნდაც რუსეთის მეზღვაურები აქტიურად არ მართავდნენ თავდაცვას, გემზე ან მის გარშემო არსებული რადარები უკრაინის დრონებს უნდა დაენახათ. ეს პუტინისთვის რამდენიმე მიმართულებით დამცირებაა. უკრაინის დრონებმა მოახერხეს, რომ თავიანთი საზღვრებიდან შორს კასპიის ზღვის რეგიონში დაღესტანში ჩასულიყვნენ. ისინი ბევრად ადრე უნდა შეეჩერებინათ, მაგრამ ეს არ მოხდა. ამ დრონები ასევე უნდა აღმოეჩინა რუსეთის რადარის სისტემებს, სანამ ისინი დაზიანებულ გემთან მიახლოვდებოდნენ. კიდევ ერთხელ რუსეთმა ვერ შეძლო ამის გაკეთება. და შემდეგ კიდევ უფრო მეტი მარცხი დაემატა ამას, რადგან რუსეთის სარაკეტო კორვეტის საჰაერო თავდაცვის სისტემების მთელი სია ვერაფერს მოარტყა, თუ საერთოდ გააქტიურდა. ეს არაფერიც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა და ამას რუსეთისთვის უფრო ფართო შედეგები აქვს, ვიდრე უბრალოდ უკრაინამ კიდევ ერთი სამხედრო გემი დრონებით დააზიანა. უკრაინა იუწება, რომ სამხედრო გემზე მიყენებული ზიანის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. თუ ვივარაუდებთ, რომ უკრაინამ იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენა, რომ გემი წყობრიდან გამოიყვანა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთს ნაკლები შესაძლებლობა ექნება კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით საჰაერო დარტყმები განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე. ეს მნიშვნელოვანია. კალიბრი უკვე დიდი ხანია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინისთვის. სარაკეტო თავდაცვის ადვოკატირების ალიანსის ინფორმაციით, ეს ფრთოსანი რაკეტები 1500-დან 2500 კილომეტრამდე მანძილზე გადაადგილდება და მათი გაშვება როგორც ხმელეთიდან ისე ზღვიდან არის შესაძლებელი. ისინი ატარებენ 450 კილოგრამიან ჩვეულებრივ საბრძოლო ქობინს და ასევე ცნობილია, რომ ბირთვული ქობინის ტარებაც შეუძლიათ. ეს თავისთავად უკვე პრობლემაა უკრაინისთვის. ის ფაქტი, რომ კალიბრის რაკეტებმა უკრაინას არაერთხელ დაარტყეს წარსულში, ჯერ 2024 წლის ნოემბერში, როდესაც პრავდამ გაავრცელა ინფორმაცია მათი შავი ზღვის მხრიდან გაშვების შესახებ, კიდევ უფრო მძაფრდება იმის ცოდნით, რომ ამ რაკეტებიდან ნებისმიერ მათგანს შეიძლება ბირთვული ქობინი ჰქონდეს. არ უნდა დააკნინოთ ის ფსიქოლოგიური გავლენა, რაც ამას აქვს. პუტინი არაპროგნოზირებადია და სიამოვნებით აშგარებს ბირთვულ მუქარებს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ამას გააკეთებს, როგორც უკრაინის ომში 4 წელზე მეტი დრო გვაჩვენებს, ყოველთვის არსებობს შანსი.
ყოველ შემთხვევაში შანსი არსებობს თუ რუსეთის ბირთვული ქობინების გადამტანის საშუალებები შეძლებენ გაშვებას. უკრაინა მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მათგანი თამაშიდან ამოაგდო. კალიბრის რაკეტებით საშიშია, რადგან მათი გაშვება შესაძლებელია პატარა სამხედრო გემებიდან, როგორიცაა კარაკუტის კლასის გემი. რაც უფრო პატარაა გემი, მით უფრო ადვილია, რომ ის რადარს გაექცეს და მით უფრო რთულია საპასუხო დარტყმა. უკრაინამ ეს ყველაფერი გადალახა. როგორღაც მან იცოდა, სად იყო რუსეთის რაკეტმზიდი კორვეტი და შეძლო, რომ დრონებით მინიმუმ ერთი პირდაპირი დარტყმა მიეყენებინა. ეს შთამბეჭდავია. ეს აჩვენებს, რომ უკრაინის სადაზვერო ქსელი ისეთივე ღრმად აღწევს, როგორც მისი დრონები და პუტინი თავს იდგენს, რომ გაარკვიოს, რა შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინამ აღარ გაიგოს ამდენდენი რუსეთის თითქოს და დაფარულ სამხედრო რესურსებზე. მას ბევრი არაფერი შეუძლია, მაგრამ ეს პუტინის პრობლემებიდან ყველაზე უმცირესია. რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს უკრაინის დარტყმა დაღესტანში, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, რომელსაც პუტინი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მოუწევდა გამკლავება. რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვაო ბრძოლა რუსეთის თვალთახედვით მძიმე ახალ ფაზაში გადადის. ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვა ერთადერთი არენა არ არის, რაზეც რუსეთს უნდა ედარდოს. ეხლა კასპიის ზღვაც ჩართულია ამ პროცესში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაფერი იცვლება საზღვაო ფრონტზე და ეს დარტყმა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. და სწორედ ასეთი რამ არის მიზეზი, რატომაც ვქნით სამხედრო შოუს, რათა გამოვიკვლიოთ, როგორ მოძრაობს ძალა სინამდვილეში და როგორ შეიძლება შეიცვალოს ბრძოლის ველები, როცა ახალი ტექნოლოგიები ჩნდება. თუ არხზე ახალი ხართ, გამოიწერეთ, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგჩეთ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საზღვაო ფრონტზე წარმატებას ვერ აღწევდა. როცა პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა, შავი ზღვა რუსეთის გავლენის ზონად იქრებოდა. ეს მარტივი ვარაუდი იყო. შიშის მომგრელი შავი ზღვის ფლოტი უნდა დომინირებდეს ინცხლის გზაზე, რომელმაც მას სახელი მისცა. მით უმეტეს, რომ უკრაინას რეალური საზღვაო ძალა არ ჰყავს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. რა თქმა უნდა, 2026 წელს ვიცით, რომ ეს არ მომხდარა. 2024 წლის მარტისთვის შავი ზღვის ფლოტის დაახლოებით მესამედი უკრაინული რაკეტებისა და დრონების იერიშების შედეგად მწყობრიდან იყო გამოყვანილი. დღეს შავ ზღვაში ძალთა ბალანსი სრულიად შეიცვალა. რუსეთის ფლოტი ფაქტობრივად უსარგებლოა, რადგან სევასტოპოლი და ნოვოროსიისკში გადასვლის შემდეგ მისი მთავარი ფუნქცია მხოლოდ რაკეტების გაშვება დარჩა. შავი ზღვა ნამდვილად უსაფრთხო არ არის, მაგრამ ის აღარ წარმოადგენს იმ გამარჯვების გზას ოკუპირებული ყირიმიდან უკრაინაში, როგორცაც ბევრი ფიქრობდა. მაინც პუტინი შეძლებდა ძალაუფლების დაკარგვას შავ ზღვაში. ეს იდეალური არ იყო, მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინაში ბევრი ჯარისკაცი და ტექნიკა სხვა გზებით გადაიყვანოს. და მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ფლოტი ძლიერ ზიანს იღებდა, პუტინს მაინც შეეძლო თავი დაემშვიდებინა იმ რწმენით, რომ უკრაინა შავი ზღვის პარგლებს გარეთ ხომალდებს არ შეუტევდა. ეს ყველაფერი იცვლება და ეს პუტინისთვის დიდი პრობლემაა. უკრაინას ნამდვილად არ დაუწებია შავი ზღვა. რამდენიმე დღით ადრე, სანამ დრონები დაღესტანში შევიდოდნენ, უკრაინამ ნოვოროსიისკში ორი ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დაარტყა, რათა პუტინისთვის შეეხსენებინა, რომ ოდესღაც ძლიერი შავი ზღვის ფლოტი შავ ზღვაში აღარაფერს ნიშნავს. მაგრამ პუტინის თავარი პრობლემა ისაა, რომ უკრაინამ გააფართოვა თავისი საზღვაო კამპანიის მასშტაბი ისე, რომ ის აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი წყლის აუზით. რუსული სარაკეტო კორვეტის განადგურება კასპიის ზღვაში ამის დასტურია, მაგრამ ეს შორსაა უკრაინის განვითარებადი საზღვაო სტრატეგიის ერთადერთი მაგალითისგან. ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინა შორ მანძილზე მოქმედებს და გზად რუსულ სამხედრო გემებსა და ეგრეთ წოდებული ჩრდილოვან ფლოტის ტანკერებს ანადგურებს. დეკემბერში უკრაინამ პირველად დაარტყა რუსულ ტანკერს ხმელთაშუა ზღვაში, როდესაც უკრაინიდან 2000 კილომეტრზე მეტ მანძილზე განხორციელებულ თავდასხმაში კრიტიკული დაზიანება მიაყენა კენდილს. რამდენიმე თვეში მარტში რუსეთმა უკრაინული დრონები დაადანაშაულა თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერის ჩაძირვაში ხმელთაშუა ზღვაში, ქვაში. Arctic მეტაგაზი ლიბიასა და მალტას შორის სადღაც დაარტყეს და გავრცელებულია ხმები, რომ უკრაინამ ლიბიაში რამდენიმე ბაზა შექმნა, რაც მას საშუალებას აძლევს პუტინის ცდილობებს ხმელთაშუა ზღვაში თავისი ჩრდილოვანი გემების უსაფრთხო გადაადგილებისთვის წინააღმდეგობა გაუწიოს. და 3 მაისს რუსეთის კიდევ ერთი კარაკორტის კლასის სარაკეტო გემი, საპატრულო ნავთან და კიდევ ერთ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერთან ერთად უკრაინის ავიაიერიშმა დააზიანა პრიმორსკის პორტში, ლენინგრადის რეგიონში. ეს ბალტიის ზღვის პორტია, რაც აჩვენებს, რომ უკრაინა თავის ბადეს როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით აფართოებს. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ საუბარს იმაზე, რომ უკრაინა გემებს ისევ და ისევ ანადგურებს, მაგრამ ჩვენც კი არ ველოდით, რომ ამ ანგარიშებს ძირითადად შავი ზღვის გარეთ მყოფ ხომალდებზე მოგაწვდიდით. პუტინსაც არ ქონდა ეს მოლოდინი და ის ნამდვილად ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ უკრაინა გახდა გრძელდისტანციური ძალა, რომელსაც შეუძლია რუსულ გემებზე დარტყმა ომის მის მიერ დაწყებული ბრძოლის ველიდან 2000 კილომეტრის რადიუსში და ზოგჯერ კიდევ უფრო შორს. რუსეთის არც ერთი გემი აღარ არის უსაფრთხო. მაშინაც კი როცა უკრაინას არ აქვს დრონები, რომლებსაც შეუძლიათ გემებზე დარტყმა, ის აშენებს ბაზებს შორეულ ქვეყნებში, რათა შეამციროს მანძილი, რომელიც მის დრონებს უნდა დაფარო. ჩვენ რეალურ დროში ვხედავთ უკრაინის შორი მოქმედების კამპანიის ევოლუციას, რადგან ქვეყანა, რომელიც ადრე მცირე მოთამაშე იყო შორ მანძილზე დარტყმის დრონების სფეროში, ახლა რუსეთს ნაბიჯ-ნაბიჯ უტოლდება. პარიტეტი უკვე მიღწეულია. ეხლა უკრაინა ლიდერობას იღებს. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად შევალთ, ხომ არ გონიათ, რომ უკრაინა გაჩერდა მხოლოდ დაღესტანში რაკეტმზიდი კორვეტის განადგურებით? რა თქმა უნდა, უკრაინას კიდევ ბევრი ქონდა მარაგში. უკრაინის შორ მანძილზე დარტყმების თავისებურება გახდა ის, რომ ისინი ერთ ღამეში და დრამეში რამდენიმე სამიზნის განადგურებას მოიცავს. და უკრაინის ყურადღება გაყოფილი იყო დაღესტანსა და ოკუპირებული ტერიტორიების საშუალო მანძილის ზონას შორის. ლუგანსკის რეგიონში, რომელიც დონბასის ნაწილია და რეგიონია, რომელიც რუსეთმა პრაქტიკულად უკრაინას წაართვა, დრონები დაფრინავდნენ.
უკრაინის პილოტებმა პირდაპირ დათქმა მიაყენეს რუსულ სარდლობის პუნქტს სოზნივკაში, რაც პუტინის შესაძლებლობას შეზღუდავს ლუგანსკიდან ჯარები წინ წაიყვანოს და დონბასში უფრო ღრმად შეიჯრას. შეტევები მაინც გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ სარდლობის პუნქტი განადგურებულია. პუტინს არ ადარდებს ის ხალხი, რომელსაც სასაკლაოდ აგზავნის, მაგრამ ეს შეტევები არაკოორდინირებული და ქაოტური იქნება, რაც უკრაინის დრონებით სავსე სასიკვდილო ზონებისთვის ადილ სამიზნედ აქცევს მათ. ასევე ლუგანსკში უკრაინამ გაანადგურა საბრძოლო მასალის საწყობი კალმაკივკაში და საცავის სმოლიანი ნოვაში. ჩვენ არ ვიცით რა ინახებოდა იმ ობიექტში, მაგრამ დიდი ალბათობით ეს იყო მარაგები, რომლებიც რუსეთის ლოგისტიკასა და წინახაზის მომარაგების ჯაჭვს უზრუნველყოფდა. სავარაუდოდ საბრძოლო მასალის საწყობში ინახებოდა საარტილერიო ჭურვები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინული პოზიციების დასათმელად შეტევების დროს. ასე რომ შესანიშნავი ამბავია პუტინის მარიონეტებისთვის ლუგანსკის ფრონტზე. საადლობის პუნქტები განადგურებულია და ახლა მათ აღარ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა ან მარაგები, რომ უკრაინას პასუხი გასცენ. ფიქრობ, ერთადერთი რაც დარჩათ არის თავით შევარდნენ სასიკვდილო ზონებში. ყველას კარგად ესმის, როგორ დასრულდება ეს. დონბასში თავისი გამანადგურებელი იერიშების სერიის დასასრულებლად უკრაინამ ასევე დათმა მიაყენა დონეცკს. იეზნას დასახლების მახლობლად უკრაინის საშუალო სიშორის დრონებმა გაანადგურეს სარდლობისა და მართვის პუნქტი, რომელსაც რუსეთის დრონების ოპერატორები იყენებდნენ. ირონია მართლაც შესანიშნავია. დრონების სარდლობის პუნქტის განადგურება იმავე ტიპის იარაღით, რომელსაც ამ პუნქტში მყოფი ადამიანები მართავენ, ის შურისძიების დართმა, რომელსაც უკრაინაში ყველა მხარს უჭერს. და დამატებით უკრაინამ დათმა მიაყენა რუსი სამხედროების თავმოყრას დონეცკის და სოას რაიონში, ასევე ზაპოროჟიეს რეგიონში. ლუგანსკს მაინც დარჩა რამდენიმე ჯარისკაცი შეტევებისთვის. დონბასის სხვა ნაწილებში კი თავად ჯარისკაცებს ანადგურებენ მანამდე, სანამ ისინი ფრონტის ხაზთან მიახლოებასაც კი მოასწრებენ. პუტინის სურგით კივა, მისი სარაკეტო კორვეტი დაზიანებულია, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინული დრონების დათმებით ასერილა-სერილი. ეს ყველაფერი სიმბოლურია იმ ახალი მიდგომისა, რომელიც უკრაინამ შორმანძილზე ბრძოლის მხრივ 2026 წელს დანერგა და რომელიც რუსეთისთვის სრულიად გამანადგურებელი აღმოჩნდა. უკრაინის შორმანძილზე დართმები ახალი არაფერია. წლებია ის უშვებს დრონებსა და რაკეტებს რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაღესტნამდე და ისეთ ადგილებამდე მისვლა, როგორც ხმელთაშუა ზღვა, ერთ-ერთი ახალი ასპექტია, რომელიც უკრაინამ დაამატა ამ ბრძოლაში. და ამას ემატება ისეთი მასშტაბი, რომლის განხორციელებაც 2026 წლამდე მხოლოდ რუსეთს შეეძლო. უკრაინა რამდენიმე ფრონტზე აფართოებს თავის შესაძლებლობებს. მისი შორმანძილზე მოქმედი არსენალი ახლა უფრო დიდია და დასალურ ტექნოლოგიებზე ნაკლებად არის დამოკიდებული ვიდრე ოდესმე. არასწორად ნუ გავიგებთ, უკრაინა კვლავაც იღებს ისეთ იარაღებს, როგორიცაა Storm Shadow-ი და ATACMS-ი და სიამოვნებით გამოიყენებს მათ, როცა კი შესაძლებლობა ექნება. მაგრამ საშუალო მანძილის დრონების ახალი თაობა შესაძლებელს ხდის ისეთ თავდასხმებს, როგორიც დონბასში ვიხილეთ. დრონებისა და რაკეტების გაძლიერებული წარმოება ნიშნავს, რომ უკრაინას ახლა შეუძლია გააფართოოს თავისი მოქმედების არეალი, განსაკუთრებით საზღვაო კამპანიაში, ისეთ ტერიტორიებამდე, რომელთა მიღწევაც ადრე შეუძლებლად მიიჩნეოდა. დავით კირიჩენკო Forbes-თან ამბობს, რომ უკრაინის მზარდინის შესაძლებლობები შეიძლება განსაზღვროს ომის შემდეგი ფაზა, როცა 2026-ში უფრო წინ მივდივართ და რთულია მის აზრს არ დაეთანხმა. ის აღნიშნავს, რომ უკრაინის Flamingo დრონ რაკეტის ჰიბრიდმა უკვე მარტისთვისაც კი მრავალი სამიზნე ზუსტად დაარტყა 1400 კილომეტრამდე მანძილზე და მას შემდეგ კიდევ უფრო შორს მიდის. ადრე შორ მანძილზე დარტყმებს მცირე ზომის დრონებით ახორციელებდნენ, რომლებსაც საბრძოლო ძალა არ ჰქონდათ. ახლა კი ეს უკვე ღრმა შეტევებია, რომელსაც ბევრად დიდი დრონები ახორციელებენ და სამიზნეებზე 100 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება მიაქვთ. დაღესტანში მყოფმა რუსულმა სამხედრო გემმა ეს მწარედ იწვნია. და უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედების სტრატეგიის გაძლიერება გვიჩვენებს, რომ ქვეყანა ომის გადამწყვეტ ასპექტად ზუსტ დარტყმებს მიიჩნევს, როგორც ახლო, ისე ღრმა უკანა ხაზებში. აი რატომ ხედავთ ასეთ გამუდმებულ კამპანიას, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს გაანადგუროს სამხედრო გემი დაღესტანში და ამავდროულად დაარტყმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სამიზნეებსაც. დაარტყი რუსეთს ხშირად და ძლიერად და ბზარები აუცილებლად გამოჩნდება. სამხედრო და ფსიქოლოგიური სარგებელი უკვე აშკარაა. უკანასკნელ შემთხვევაში პუტინი იმდენად შეშინდა უკრაინის დრონების და მათი პოტენციალის, რომ 9 მაისის გამარჯვების აღლუმი ისე შეამცირა, რომ მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ ვერსიაში სამხედრო ტექნიკა საერთოდ არ ყოფილა. პუტინმა ასევე ცეცხლის შეწყვეტას შეევედრა, რაც თავისთავად იყო აღიარება იმისა, რომ უკრაინას შეუძლია დაარტყას თითქმის ნებისმიერ ობიექტს რუსეთის შიგნით და ბევრ ობიექტს მის ფარგლებს გარეთაც, როცა და როგორც მოუნწმოუნდება. ბოლო წუთს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც უთხრა, რომ უკრაინა მისცემდა ნებას პუტინს თავისი შემცირებული აღლუმით ჩაეტარებინა. კიდევ ერთი დამცირება, რომელიც დაემატა რუსეთის დასუსტებული ლიდერის სივრცხვილების სიას. ეხლა ციფრები თავად ხვებიან ისტორიას შორ მანძილზე მოქმედი დრონების შესახებ. 2024 წლის აგვისტოს შემდეგ უკრაინა შორ მანძილზე დრონებით დარტყმებში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა რუსეთს, მაგრამ ახლა უკვე გადაასწრო თავის მტერს. იმ აგვისტოში უკრაინამ სამხედრო სამიზნეებზე 1000 დრონი გაუშვა. 2025 წლის ივლისისთვის ეს რიცხვი 3000-მდე გაიზარდა, რაც თითქმის 3-ჯერ მეტია ვიდრე 1 წლის წინ განხორციელებული დარტყმები, თუმცა მაინც შორსაა იმ დრონული თავდასხმების რაოდენობისგან, რაც რუსეთმა განახორციელა. შემდეგ მივდივართ 2026 წლის მარტამდე და ამბავი ხდება ის, რომ უკრაინა ლიდერობაში გადადის. რუსეთმა მარტში 7347 დრონის ჩამოგდება განაცხადა, ხოლო უკრაინამ თქვა, რომ იმავე პერიოდში 6462 რუსული დრონის წინაშე აღმოჩნდა.
ეს ნამდვილი გარდატეხაა და ხაზგასმით აჩვენებს, რომ უკრაინის შორ მანძილზე განხორციელებული კამპანია ახლა უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გახდა ვიდრე ოდესმე. ეხლა დაღესტნიდან დონეცკამდე უკრაინის დრონები დაფრინავენ. და საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ისინი დაფრინავენ, ისინი მიზნებსაც ზუსტად ხვდებიან. ვლადიმერ პუტინი შეშინებულია იმით, რასაც ეს ნიშნავს. 9 მაისის გამარჯვების აღლუმი ამის მტკიცებულებაა. თქვენ შეგიძლიათ თქვათ კიდეც, რომ უკრაინის მიერ რაკეტმზიდი კორვეტის განადგურება დაღესტანში უბრალოდ მისი გზავნილი იყო რუსეთის ლიდერისთვის, რომ ნებისმიერ დროს მარტივად შეეძლო მოსკოვისთვის დაერტყა იმ აღლუმის განმავლობაში. პუტინს თავისი ზავი უნდოდა, კარგი, მაშინ შეუძლია დაკარგოს სამხედრო გემი და იმაზე იზრუნოს, რომ ოკუპირებულ რეგიონს დაბომბავენ. უკრაინამ შექმნა საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია, რაც კი ოდესმე შეეძლო ქონოდა. მან ახლახან რაღაც წარმოუდგენელი გააკეთა დაღესტანში და როცა კიდევ ერთი მისი სამხედრო გემი იწოდა, პუტინს მხოლოდ იზღა დარჩა, იტიროს იმაზე, რომ ახლა უკრაინას შეუძლია დაარტყას ნებისმიერ რამეს, ნებისმიერ ადგილას, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს რუსეთისთვის. უკრაინისგან თანაგრძნობა არ იქნება, მხოლოდ კიდევ მეტი დრონი, სანამ პუტინი საბოლოოდ არ მიხვდება ყველაფერს. და თავისი განვითარებული ღრმა დარტყმის სტრატეგიის წყალობით, უკრაინა აიძულებს პუტინს, რომ დააკარგოს კონტროლი უკანონოდ მიერთებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. დათმების კიდევ ერთი ტალღა, რომელმაც რადარის ობიექტებიდან დაწყებული, ისკანდერის სარაკეტო ბაზებით დამთავრებული ყველაფერი გაანადგურა ერიმის საბრძოლო ველს ცვლის. მიწისზე და შეჭრა ერიმის გასათავისუფლებლადაც კი აღარ იქნება საჭირო და შეგიძლიათ გაიგოთ რატო თუ ჩვენს ვიდეოს ნახავთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, ადლა გავიწვიეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ჩვენი მასალა იმის შესახებ, თუ როგორ აგრძელებს უკრაინა რუსეთის ზურგში ღრმად შეტევას. მადლობა ორებისთვის.